პატაკში გადმოცემული ტექსტები ძალიან გავს საქმეში ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმის ბატონი კონსტანტინე მორგოშიას მიერ მიცემულ ჩვენებას. ამის თაობაზე პატაკის ავტორთან ჩვენც დავსვით კითხვა. ისინი ერთ-ერთში იმეორებენ მოვლენების აღწერის ფრაზეოლოგიას, რაც ბუნებრივია აჩენს ეჭვს იმაზე, რომ არავითარი წყარო, არავითარი კონფიდენტი არ არსებობდა და პატაკში გადმოცემული ინფორმაციების ავტორი გახლავთ პროკურატურის მოწმე ბატონი კოკა მორგოშია. არაიდენტიფიცირებული იუზერის ჯონათან ჯონის სტატუსები საქმეში პროკურატურას წარმოქმნილი აქვს მტკიცებულებად, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ პროკურატურა თავის დროზე არ დაინტერესდა ამ იუზერის უკან ვინ შეიძლებოდა მდგარიყო. დაცვის მხარემ შემხვედრად პროცესზე წარადგინა მასალები, ბატონ კოკა მორგოშიასაც ვკითხეთ პირდაპირ, როგორ მოხდა, რომ სულ რამოდენიმე წუთის დადებული სტატუსები იმავე დღეს გაზიარებული აქვს კონსერვატიული მოძრაობის წევრებს, კოკა მორგოშიასთან აფილირებულ პირებს. სხვა ამ სტატუს მომწონებელი და გამზიარებელი ფიზიკურად არ ყავდა. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ იუზერის ჯონათან ჯონის უკან სწორედ რომ დგას ბატონი კონსტანტინე მორგოშია. დაცვის მხარე მაინც თუ დაცვის მხარე თუ ჩაატარა რაიმე მოკვლევა, ადგინა, იდენტიფიცირება მოახდინა ვებსაიტის და მტკიცებულება თუ დაცვის მხარეს რა მექანიზმებიც ჰქონდა, ძალიან მარტივად იხსნებოდა ის, რომ ჯონათან ჯონი გახლავთ მაღალი ალბათობით კონსტანტინე მორგოშია. იხსნებოდა იმით, რომ როდესაც არაიდენტიფიცირებულ იუზერს არ ყავს მეგობრები, არ აქვს კონტაქტები და მისი მხრიდან რამოდენიმე წუთით ადრე დადებული სტატუსის გაზიარებას, მოწონებას და გავრცელებას იწყებენ კოკა მორგოშიასთან აფილირებული პირები, კონკრეტულად კონსერვატიულ მოძრაობასთან და ალტინფოსთან, ბუნებრივია პასუხცემს იმ კითხვას, ვინ დგას ამ Facebook მომხმარებლის უკან. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც წინა პროცესზე ბატონმა კონსტანტინე მორგოშიამ გარკვევით განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძე წარმოადგენს მის მტერს. დაცვის მხარეს ჰქონდა ამასთან დაკავშირებით კითხვები, კონკრეტულად რამოდენიმე ადვოკატმა პირდაპირ უთხრა მას, რომ ისინი თავად შეესწრნენ, როგორ მონაწილეობდა, ვთქვათ, გიორგი მიქაძის და გიორგი ჯოხაძის სახლების ჩხრეკაში. რომიკო გოგიაშვილი საქმის მასალების მიხედვით და ოქმების მიხედვით ჩხრეკის მონაწილე პირი არ არის და ბუნებრივია რეალურად ჩდება კითხვა იმასთან დაკავშირებით, რას აკეთებდა იქ საგამოძიებო მოქმედების დროს ის იქ, თუ კი ოფიციალურად ის ჩხრეკაში მონაწილე პირს არ წარმოადგენდა.